მოგესალმებით არხის გამომწერებო. დღეს 13 ივნისია. მოგესალმებით ისევ ნორიოდან. დიახ, არ მოგესმათ, არის ნამდვილად 13 ივნისი. დღეს იყო პირველი დღე 86 ეროვნული გამოფენის. ვიყავი რუსთავში, სადაც გადავიღე ნაწილობრივ გამოფენა, რაც მოახერხე გამოფენასთან დაკავშირებით. ცალკე მოგახსენებთ შემდეგ ვიდეოში, როდესაც ხვალინდელ გამოფენასაც გადავიღებ. დღეს ვარ ის როქსისთან ერთად მინდორში და რატო წერ და რატო გავუსვი ამ ყველაფერს ხაზი. ყავდა როქსი წაყვანილის გამოფენაზე, იქიდან გამომდინარე როქსის არ აქვს საბუთები მოწესრიგებული, ანუ ფიზიკურად არ აქვს საბუთები, მის საბუთები გენეტიკურად მზად არის, ანუ დედის მხრიდან, მამის მხრიდანაც მოწესრიგებულია, უბრალოდ არ არის კლუბში მიტანილი როქსის მშობლების დართვა იყო დარეგისტრირებული, მოხდა საბუთის წამოღება, ლეკვის წარმოსობის საბუთი გიორგის მიერ, მაგრამ დაიკარგა, მაგრამ იქეთ კვირაში ჩვეულებრივად აღუდგება როქსის საბუთები, გაუკეთდება პასპორტი, იმიტომ რომ არის უკვე წლის და 2 თვის, ყავდა მიყვანილი ვაჩვენე ექსპერტებს, დაათვალიერეს როქსი, მისი ფიზიკური შეფასება მოხდა რინგგარეშე, იმიტომ რომ საბუთები არ ქონდა უფლება რინგზე გამოსულიყო სხვა მისი ასაკის ზაღლებთან ერთად, მის ასაკთან შედარებით განვითარება როქსის ნორმალური აქვს, თავის ფორმა, დაუთვალიერდა კუდი, კბილები, ანუ დამაკმაყოფილებელია და პირველი შეფასება რაც შეიძლება ამ ასაკში ლეუქს მიეცეს, ეს არის ძლიერ კარგი. ანუ როდესაც იმ კვირაში უკვე როქსის მიეცემა პასპორტი, უკვე ექნება შეფასება ძლიერ კარგი, რინგგარეშე მართალია, მაგრამ ძაღლი არის უკვე შეფასებული, ეს იმის მაჩვენებელია, რომ როქსიზე იქნება დამოკიდებული შემდეგი მისი მომავალი, თუ შეძლებს დადგეს კარგი მონადირე, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მონადირე ძაღლს ევალება, აიღოს საველე დიპლომი, უკვე როქსისგანაც შეგვიძლია მივიღოთ კარგი შთამომავლობა რა. რატო ვარ დღეს ახლა ამ დროს აქ ნორიოში, მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი რუსთავშიც, თბილისშიც, ძალიან კარგი ნიავი იყო და არ არსებობდა, არ შეიძლება დღევანდელი დღის გამოტოვება, ატყობთ ალბათ როგორი კარგი ნიავია და დღევანდელი დღე არ ჩავაგდეთ, მე როქსიმ და ნინამ ამოვედი ისევ, სადღაც დაახლოებით ისევ 40-45 წუთი ვივლით მინდორში, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეა, მაგრამ არა უხშავს, იმიტომ რომ რისთვის დაყავს მინდორში, რატო დაყავს ზაღლები, რომ მიახლოებული იყოს ნადირობის პირობასთან ახლოს რა, ანუ სანადირო სეზონის რო ზაღლი სიცხეშიც მოუწევს ნადირობა, სიცივეშიც მოუწევს ნადირობა, ეს რო დილით მყავდა რუსთავში წაყვანილი გამოფენაზე, ესეც მისი სოციალიზაციის ნაწილია, რომელიც მანამდე გავლილი არ აქვს. დილიდან საღამომდე როქსი მთელი დღე არის ვოლიერში, დილით აჭმევენ, საღამოს აჭმევენ და როცა იქნება საშუალება გამოყავთ, ეს ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმე სასაყვედურთ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა რა, ანუ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ ყოველ წუთას მივიდეს ზაღლი გაასეირნოს, გამოიყვანოს დღეში რამოდენიმეჯერ ეძლევათ მაგის საშუალება. ანუ დღევანდელი დღეც იმის მაგალითია, რომ სოციალიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი არის იყო გამოფენაზე, მე მყავდა სახლში, წამოვიყვანე საღამოს მინდორში, ისევ საღამოს სახლში დავაბრუნებ, ანუ რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება სხვადასხვა გარემოსთან, სხვადასხვა სიტუაციასთან, სხვა ზაღლები ნახა, მანქანით იმგზავრა, ნინასთან ერთად იყო, ჩემთან სახლში იყო, ამით მისი გონება უფრო ვითარდება, უფრო მობილური ხდება მისი ტვინი და ბოლოში გვაძლევს იმ შედეგს, რომ უფრო გონებით ინადირებს მინდორში და უფრო კარგ შედეგებს დადებს. დღეს უფრო ლაღი არის, უფრო თამამი არის, უფრო აქტიური არის. გავალთ დაახლოებით კიდევ განმეორდები 35-40-45 წუთი ვივლით მინდორში. არ მექნება ისევ აქცენტი, რომ აუცილებლად ნაბული გააკეთოს, ფრინველი იპოვოს, თუ წავაწყდით, გადავიკვეთეთ რაღაცას, ხო კარგი, ეს უკვე წარმატება იქნება. ბათაშორის ხმები ისმის, რამოდენიმე ფრინველის ხმა გავიგე. ნახოთ რა გამოგვივა, ხვალ ისევ დილით გამოფენამ და ისევ მინდორში მოვალთ, ხვალაც ვივარჯიშებთ. გამოფენიდან წავალთ მერე ისევ მინდორიდან წავალთ ისევ გამოფენაზე, ხვალინდელ დღესაც გადავიღებ და ნახოთ. მადლობა, ვინც იწერთ ჩემ არხს, ვინც უყურებთ, ვისაც არ აქვს არხი გამოწერილი, გთხოვთ გამოიწეროთ, მოიწონოთ ვიდეოები. აბადროებთ. მოდიან. ნინა ჩემთან. აბა გავიდით ახლა მინდორში როქსი და ვნახოთ რა შევძლებთ. ქვევით ჩავალ მაქსიმალურად იქ
ცოტა დავარდნილი ფედი რო არის. აქეთ ხარესაც ისმის ხმა. მაგრამ წინაზე იქ რო ნახეთ ფრინველი ისე ვიჩავალთ რა. მიდი როქს, წავით, მიდი. აბანო. ბალახი მაღალია რა და იმდანად ცოტა არ არის ახარბიობა ამ ხელა ბალახშია, მაგრამ არა უშ, აი როგორც კი ნინას ხედავს რომ მოძრაობს ყვება ნენელა რა და ეცდები რომ ცოტა დაბალ ბალახში ვატარო ეს მისი ტანისთვის ეს მაღალი ბალახი იმას არ ვიცახ რომ თვითონ პატარაა უბრალოდ მაინც ცოტა წინაღობა არის რა ესე აღიქვა რაც უფრო დაბალ ბალახში ივლი და თავიდან უკეთესი იქნებოდა რა და მეც ახლა რაღაც ესეთი მომენტია ჯობია რომ შეურჩიო მინდორი რა ცოტა დაინტერესა ჩაკო კეკოს ეძებოს მაგას ნიშნობა ცუდი ის არ ვამდოს ნინას ვერ ვაქცევ ყორაძევას მაგრამ არა უშოს ნინასთვის მინდორში სერვილი უბრალოდ ისე გამძლეობის გაზდის თემა რა რაზე შეჭერდით რა ხდება წესით პირდაპირ სხვისთვის სამაგალითოდ ჯობი ეს 2-3 კილომეტრი ძაღთან ერთად მინდვრის ბოლომდე იარო ფეხით და მე მინდორში გამოუშვა ქარზე ვიდრე ესე მე როგორც ვაკეთე მაგრამ რაღაც დროში ვარ შეზღუდული სარგებლობ ამით და ხვალდილით მაგალითად რო წამოვალ პირდაპირ ქვევით წავალ რომ თავიდანვე ნიავზე გამოუშვა რა ამას რაღაც როქსის გახალისება მეტი სითამა მჭირდება უფრო პირდაპირ შევინახეთ უკვე რა განსხვავება მეტად დამოუკიდებლად არის რა მეტად ნაკლებად ეძებს ნინას შიგადაში იჩენს ინტერესს რა აქ ჩავარდები ჩერდება ეხთან მიდგება მაგრამ არა უშვის მაგით ვართ რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ ცოტა გავიდა და მოტრიალდა არ ვეძახ სპეციალურად ეს ფაზები უნდა გადაადეს რა ისე წავიდა ძალიან კაი მოდი როქს ეკეთ ხარ ცოტა დაბალი ბალახი და ნელა რაღაცა სიჩენეს ინტერესი იჩენს რა იყოს კონდეს ის თავი ჩაყოფილი კიდე ვიძახ რაღაცა სულ დაინტერესის არ ვერებით არავით არის ჩარება სრული თავისუფლება უნდა კონდეს რაც როქსის ახლა ჭირდება რა სილაღე ეს ესე რატო არის უკან ნარვის ეგ არის აღმოსაფხვავი რა ესე უკან ძალიან დიდი ინტერესი ჟინი უნდა ქონდეს აი თავგამოდებული სირბილი სადაც არა აქ რა მაგრამ უნდა მოვიყვანოთ არ არის ოლი თემა ციზნელია მაგრამ ნახოთ უნდა ჩავრთოთ აქტივობაში, ძებნაში, მუშაობაში, რომ სეზონზე ინადიროს. ჩემი დაკვირვებით ყოველთვის უფრო დილით მინდორში გამოსვლა ჯობია, დილით უფრო აქტიურია ფრინველი რა. პლუს ისა აქ რომ სიგრილია დილაობით და ფრინველიც უფრო აქტიურია რა. ნუ თუ არა აქვს ახლა ადამიანს საშუალება საღამოს დილით რო გამოვიდეს და მარტო საღამოს აქვს საშუალება რომ გამოვიდეს ასე გარაა პრობლემა ეს ვარჯიში ითვლება. უბრალოდ ჩემი დაკვირვებით, ჩემი აზრით
დილით უფრო აქტიურია ფრინველი, მაგრამ ყოველთვის დილით ადრე მოსვლა მირჩევნია რა. მაგრამ ესეთი კარგი ნიავია დღეს, რომ სასიამოვნო რა, ამიტომ ამის გამოტოვება არ შეიძლებოდა. დაიხალნენ ცხელად რამდენი 15 წუთია დავრბევართ, მაგრამ არა უშავს. ესეთ გამოცდილებაა, საჭირო გამოცდილებაა, რომ ამ პირობებს შეეჩვიოს რა. მიდი, მიდი როქს. წავიდანი, ნახე მიდი. არის ამაზე უარესი სიტუაცია, როდესაც საერთოდ არ დარბის სახში და სულ ბოლომდე ფეხში დასდოს პატრონს რა, ეს კიდე უარესი არის რა. ეგ პრობლემა როქსის არ აქვს რა. ეს უტარებლობის და აი ის ეტაპი რა, როცა გაზაფხული იყო ყველაფერზე რეაგირება უნდა ქონოდა ჩიტებზე, მერცხლებზე, რაღაცებს. ეს ეტაპია გამოტოვებული და მაგიტო ეხლა ცოტა უწიშს რა თავის თავზე ამ ბარიერის გადალახვა რა, მაგრამ უნდა გადავალახოთ რა. რჩება მაგრამ ხშირად, ამიტომ ბევრი უნდა ვატაროთ მინდორში რა. ბევრი ტარება იმას არ ნიშნავს, რომ ისე ვატაროთ, რომ მობეზრდეს რა, ანუ ზომიერად რა, დროის აუცილებლად კონტროლი, დღეების კონტროლი, რომ ამის სახსრები და ორგანიზმი არ არის ჯერ მზად, ისე რომ ყოველდღიურად 35-40 საათი ივარჯიშოს რა, ირბინოს რა და თუ ნელ-ნელა დროსაც გაუზდით და დღეებიც მოემატება რა მინდორში სიარულის. მთლიანად გამოსაფხიზლებელია გონები და გონება, ცხვირი, ორგანიზმი ბოლომდე ჩასართავია რა. რა, მიდი როქს, მიდი. წავიდე. აი სადაც აქედან ის უნდა წეღან ხმა. ნიავიც იქედან. რაღაცა ნინა მიყანოს და სუპერია. Фу, Нина, фу. Ana be magbalach. Иди. წინ. Stop. Ой. Полиция. ალი, გავხევა და გამოიღო. ой, ჩახნინა, საჩერდებიან, აბა. ჩეჯიკ. ძალიან კარგად ვიზე ჩაშ. ой, ჩახნინა.
წამოაბა ძალიან აი ჩაჯდნენ ნიავი კარგად გვაქვს და ნება მივადგეთ აბა წამო მოდი როქსი წამო ოჩა წამონინო ვერ მოვასწარი და მინდოდა როქსი მიმეყვანა წამ წინარია მედია დახვდებია მოდინი აი ჩარდნე სადღაცთან იავი წინიდან გვაქვს ახლა მინას მიუშვებ და მოდი როქსი არ არის რომ ფაქტი ნახავთ მაგრამ ვეცდებით მიდი შილია ბალახითა ზუსტად ვერ დავინახე საჩარდნე მაგრამ ამას შორს არ უნდა გაშორებოდნენ წესით იავი გვეხმარება და მიდი და მაინც წინი არ ჩობია იქ როქსი ჯერ თვალიერებითა გართული მიდი არა ძალიან დიდი ბალახია არ გამო ძალიან დიდია ბალახი აი აზრი არაა კაცებს რამეს წააწ თუ არა და რომ შვენიერი ზუსტად 35 წუთი გამოგვივიდა აი ეს ერთი რომ მე მეყოჩი რაღაც ცოტა ამ ნაბუზე შეიძლება და როქსის მიყვანა და არა უშვს მაგრამ თავარია ცოტა ირბინა იაქტიურეს გულის აჩქარება ეს პირის სიმშრალე ეს სხვანაირი სუნთქვა დიაფრაგმის გახსნა ბევრ რამეს აძლევს რა რაც ჭირდება და ფორმაში მოვიდეს ამ ყველაფრის დახვეწით ნელა ვიმედოვნებთ რომ მოვა ფორმაში როქსი ბიჭი აუ დღეს ულესი ხო შედეგიანი რო ვთქვათ რომ აი არა გვაქვს აქცენტი თუ რამე იპოვა ნინამ იპოვა და დავამთხვიეთ როქსის მიყვანა ხო კარგი თუ არა და მთავარი მიზანი ჩვენთვის ის არის რომ როქსი მინდორში აქტიურად იმოძრაოს გამონათებები რა კიდევ ერთხელ ვიძახი თლად ისი არ არის რომ სუფერში დაყვებოდეს რა ამიტომ და კიდე პირიტრიალი რომ მეტი ინტერესი გამოხატოს ამ მინდორში სერბილით რა პრობლემას გვიქმნის მაღალი ბალახი მეგონა ცოტა იქ გადავიდოდი სადაც დაბალი ბალახი ძალიან მაღალია რა არ არის არანაირად არ შეიძლება ესეთი ასაკის ესეთი ამოუცდელი ძაღლების ტარება აგი კი არა ნინასაც უჭირს აგი ტანკებითა იმხელა მაგრამ ძნელია გადაადგილება ორმაგი სამაგი ენერგიის ხარჯვა უწევს ლეკვებს რა და ამიტომ უნდა ვეცადოთ პირობა შევხვდეთ როქსი მოდი როქსი მანქანისკენ წავიდა
ვერ მოვასწალი საბელის ჩაბმა, ესე არ უნდა მოხდეს, რომ ანუ არ არის მისთვის საინტერესო აქ ყოფნა და გარბის მანქანაში. ხლა ჯერ მოვიყვან ჩემთან და მე თავიდან წავიყვან. მოდი როქსი, აი. მოდის ხედავ, ისე არ არის, რომ გაიქცა მანქანასთან ამოიტუზა და რაღაცა. ეს კაი, უბრალოდ გაიღალა ცხელა და სტილში გარბია რა. არის შემთხვევა, რომ გაიქცევიან მანქანაში. მანქანასთან მივარდებიან, მანქანის ქვეშ შეძრებიან, აღარ უნდათ არაფერი რა. ეს მომენტი არა, როქსი არა, რომ ან მინდოს ანებდეს თავზე გარბოდეს, არა, ეგ არა. ეს არ უბრალოდ ფორმაში არ ყოფნის მომზადებლობის მომენტი, ანუ მინდა რომ განსხვავება გაჩვენოთ რა, ზაღლი რომელსაც არ უნდა მუშაობა და საერთოდ ორიენტირებული არ არის და სად არის განსხვავება, რომელსაც ზაღმა არ იცის რა უნდა აკეთოს რა.